მეომრების შთამომავლები ხალხად რამბილ და ითამაშოთ რაღაცა მის კაბა მის გიდათ მეთქი და ყველა საინტერესო იყო პირველ რიგში გოგოლებმა აცნეს იდეა ეს რაფი გადაწყვეტილების მიღება აი სივრცის აღქმა ეს პირდაპირ გონებასთან დაკავშირებულია მეორე ხაზელი არის მაღალი კაცი რომელსაც რაღაცა დეფიციტია გააფიქსირეს ამ დროს არის ნახევარდამცველი მისი ნახევარი მოცულობით მაგრამ ბრძოლის უნარიანი უხტავს გამარჯობა დღეს კიდევ ერთ ეპიზოდს შემოგთავაზებთ ჩვენ ვართ სტუბრად ცოტა განსხვავებულ გარემოში როგორც ხედავთ სტუბრად ვართ ნუკრიანში კახეთში ჩვენ მეგობართან დათო გოცაძესთან რომელმაც დღეს უკვე ტრადიციად ქცეული ტურნირი ჩაატარა ნუკრიანში სადაც სტამბოლოსთან სტამბოლად იცნობენ სარაგბოში დღეს აქ ტურნირი ჩატარდა 14 წლამდე ბავშვების მონაწილეობით 6 გუნდი მონაწილეობდა თუმცა 8 გუნდია სულ ხო გახაჩეთ ზონაში ნუ დღეს ახლა ეგრე მოხდა რა თქმა უნდა ტრადიციული მესამე ტაიმიც იყო და იმის მერე ჩვენ ახლა ვждებით და გვინდა რომ დათო მოგვიყვეს მოდი ჯერ მოგვიყევი დავით ესეთი მადლობა რომ დაგპატიჟე და ჩვენც ახლა უარი ვერ ვთქვით იმიტომ რომ ვიცით რომ საინტერესო ადგილია ეს თავისთავად ორი სიტყვით ჯერ აი ამ ადგილის თავზე საერთოდ აქ როგორ მოხდი ხო აქ როგორ მოხდი და მე მერე ტურნირზეც გადავიდეთ რა კი ბატონო მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისთვის და მართლაც έτσι ხედით ბანალური ისტორია რა შეიძლება შემთხვევით დავაბრალო ანუ რამოდენიმე წლის წინ უბრალოდ 2020 წელს ჩვენი მეგობარი დაგვიკავშირდა რომელსაც გითხრა რომ აი რაღაც უნიკალური შენობა არის გიზიხში სოფელ ნუკრიანში რომელიც ინგრევა და გადასარჩენია ნუ ჩვენ ჩამოვედით ხო აქ ჩვენს მეგობარს კიდევ რაღაც პატარა საქმიანობა ჰქონდა მასთან ისე სტუმრობდით ახლოს წარმოგვიდგენა ჰქონდა რაზე შეიძლება და ყოფილიყო საუბარი ჩამოვედით და ნუ დავხვდა ეს შენობა რომელიც აი მართლა დაანგრევის პირას იყო წყალი ჩამოდიოდა და ნუ პრინციპში ესე ტენდენცია იყო ამ პერიოდში რომ ესე სახლებს აგურებად შლიდნენ და ნუ მე და ჩემო მეგობარმა რაღაცა უცებ ესე ვთქვათ ჯიპები მოვიჩვლიკეთ საჩქაროდ შევაგროვეთ ის თანხა რაცაც ითხოვდა ეს ადამიანი ვინც მემკვიდრე იყო ამ სახლის და ნუ გადავარჩინეთ შეიძლება ითქვას და მე იწყება ეს რთული პერიოდი პროცესი რომელსაც ქვია რესტავრაცია უფრო მეტად კონსერვაცია ანუ მაქსიმალურად არსებული შენარჩუნება ამ ავთენტურობის რაც აქ დაგვხვდა და მართლაც ის ყველაზე რთული და საინტერესო პერიოდი იყო იმიტომ რომ აღმოჩენების ხანა ქონდა პრაქტიკულად ამ პერიოდის განმავლობაში იმიტომ რომ რამდენი წლის სახლია ესე 1880-იან წლებში არის აშენებული ანდრონიკაშვილების სასახლეთ იქნა წოდებული ესე მივიღეთ მოგვაწოდეს ინფორმაცია რომ ანდრონიკაშვილის სასახლე იყიდება ეხლა მე არ ვიცი გითხარით თუ არა ხე სიმართლე გითხრათ რომ ანუ სასახლეზე ასოციაცია ნუ ხო რა სხვანაირია სივრცეზე მაგრამ რომ მოდიხართ აი ხვდებით რომ ქართული კაცის ბუნებაშიც არის ეს რომ საკმაოდ მოგზალებული სამი საძინებელი იყო ეგრეთ წოდებული მცირე ოთახი ეს ერთი დარბაზი რომელშიც ახლა ვიმყოფებით შტამბიშტავი მარანი მაგრამ თავარია აი ეს სივრცე რომლის ნაწილად ქართული კაცი წარმოადგენდა თავს და აი ნუ ავიცი თუ გვექნება საშუალება და ეს კადრებში აუცილებლად იმიტომ საოცარი ხედია რა ხო და ანუ ეს გარკვეულად სულიერებაზე მეტყველებს ჩვენი წინაპრების ხო ნუ ეს დაიწყო სულად შემთხვევით ეს გატაცება შეიძლება ითქვას თვითონ ეს შემოქმედებითი პროცესი იყო ამის რესტავრაციაზე მეტად პრო კონსერვაცია ამ ძალიან უთხილდებოდი ყველა დეტალს რაც სიძველის მატარებელი იყო აი გითხარით კიდევაც ეს ქაღალდი რომთეს დაფარული იყო ეს კედლები შემთხვევით არ მოხდა ამ ქაღალდის ქვეშ ნახატები ყველა ოთახში აღმოჩნდა ბუხარი იქ მიწის გაგებისას ერთ-ერთ ტრაქტორმა აღმოაჩინა აუგზო ამოთხარა ეს კარაბინი ეთყობა რევოლუციის დროს ამალული რომელიც შენდო რაღაცა გადავაქციეთ ამ პოპარტის ტიპში
გადავიტანე და უკვე რაღაც თავისი ხატრული დათურთვაც აქვს, იმიტომ რომ აქ ხედავთ რომ წარმოგვიდგინეთ დავით აფციარის ხათურის მოკლედ შემოქმედება და მან ჩათვალა რომ ეს ღირსია რომ აი მის შემოქმედების ქვეშ ზემოთ ეკიდეს და ჩემთვისაც გარკვეული ინსპირაცია იყო აი ამ თემის გაძლიერება. ასე რომ ეს ახლა შეიძლება გარბენი და ცოტა არეულია თემა, რა მინდა განწყობა შეიქმნა. თუ თავიდან იყო უბრალოდ ეს დამოკიდებულება, სიძველესთან ზიარება და რაღაცა გამუდმივი ჩართულობა და რაღაც ხელით შეხება იმ ღირებულის, რაც გადასარჩენი იყო. აქტიურად აქეთ მხარეს მოგიწიათ ყოფნა რა, იმიტომ რომ ყოველდღიურ პროცესში ჩართული ვიყავ. კი, ჩავთვალოთ, რომ ნუ როგორც მინიმუმ 2/3 აქ ვატარებდი და აი ზუსტად დაახლოებით წელიწადი და 2 თვე დაჭერდა რომ კონცეფცია შეგვიმუშავებია რა გვინდოდა. ძალიან საინტერესო არქიტექტორი ჩვენი მეგობარი სანდრო რამიშვილი ჩამოვიყვანეთ კონსულტაციის რეჟიმში ვიყავით მუდმივად როგორ შეიძლებოდა ამისი თუნდაც იმის ილუსტრირება რომ თქვა ალტერნატიული არქიტექტურული შენობა შეიძლება კომერციულადაც საინტერესო გადაიქცეს. აი ამ სიფრილების ზღვარზე რა მოგეთ აი ამ კონსერვაციის პერიოდში ყავდა რესტავრატორები ჩამოყვანილი და ნუ მივახციეთ იმ შედეგს რაც გვინდოდა. და როგორც კი ეს უკვე გამოიკვეთა ეს კონტური რომ პრაქტიკულად მივედით იქამდე რაც გვინდოდა მე გააჩნდა თავისუფალი დრო შედარებით და მეთქი რატომაც არა რა უნდა აკეთო სხვა მაშინ ხო ეს ხო მოიტო კომფორტის მეთქი ხო შეიძლება რომ ორი ბედნიერება არსებობს ერთად არჩენ ცხოვრებაში ნუ ეს ერთი რა სიძველესია თუმცა მესამეც არის ის ახლა შეიძლება ცოტა შორტ წავიდეთ ჩემ ცხოვრების ძალიან სერიოზული ნაწილი ვარ დავით გარეჯეში გაპარებული და იქ მაქვს რაღაც მიმართება და აქედან ახლოა გარეჯა და რაღაც იდეები მაქვს რომელიც შეიძლება გარეჯეს კაცოცხლებზე გამთლიანების თეორიათაც შეიძლება ჩაითვალოს და რომელიც დაწერილიც არის თუ ჩათვლით საჭიროთ რაკს არ გავხსნით მაგრამ ცალკე ვიზაური მართლაც ხო ერთი მეორე თემა ეგ იყო мотиваციის და ნუ მეთქი რატომაც არა და როგორც კი თავისუფალი დრო გაჩნდა პივიტის სკოლაში Autor მინო არის ძალიან სასიამოვნო ქალბატონი დირექტორი უთხარი რომ აი ესეთი ნება არის და ხო შეიძლება ამ სკოლის ბაზაზე პატარა რაგბის გუნდის გაკეთება. კი ბატონო გამაყოლა მის პედაგოგი შეველი საკლასო ოთახებში ნუ და უბრალოდ ახლა ამბოშე სულ წარმოგიდგენთ არ ქო რაგზე პატარა ნუ პრეზენტაცია დავარქოთ რომ აი ვეურებოდი რა ღირებულებები აქ რა აქვს საიდან მოდის ეს რაღაც საბრძოლო ენერგეტიკა გენეტიკურად მოზგამს და მოკლედ რაღაცა ცოტა პათეტიკა რო იგერეკლის მეუმრების შთამომავლები ხალათ რამბილ და ითამაშოთ რაღაცა მის კაბა მის გიდათ მეთქი და ყველა საინტერესო იყო პირველ რიგში გოგონებმა აციეს პერი ხო და ნუ ცოტა დავიბების ესეც ხო ერეკლის შთამომავლები არიან რა მაგრამ ეს აქტიურობა მართლა მოულოდნელი იყო და ნუ დავიბარე მეორედ ეს ვარჯიში მოვიდე გოგონები ბიჭები ერთად ხო და აი ესეთი აქტიურობა რა დაკლებ აგრესიულობა სადაც საჭირო ხო ისეთ საინტერესო პროცესი იყო მე ერთადერთი გითხარიკე გია ჭუმბურიძეს დაურეკე რომელიც ურიდებს რაგბის განვითარებას და ერთ-ერთი ჩემთვის ძალიან საპატიციო პიროვნება გიას დაურეკე მეთქი გია მეთქი ეს გოგონები ითხოვენ რაგბის და არ ვიცი მე რამის სპეციფიკა ხო არა აქვს მეთქი ვარჯიშს და არა ნუ გეშინეო 13 წლამდეო შეგიძლიათ თავისუფლად იგივე მეთოდიკით რა ბუჭებთან არის კიდე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდი იყო როდესაც არ მახსოვს მესამე თუ მეოთხე ვარჯიში იყო და სამი მშობელი მოვიდა დედა რა და მეუბნება რომ ბატონო დავითო თქვენ თუ აქ რაგბის სექცია თუ იქნება და გააგრძელოთ მუშაობას ჩვენ აქედან არ წავალთ. ეს საერთოდ სხვა რაღაცაა. არა, სხვაგან წავიდა. ისეთი პასუხისმგებლობა დამეკისა. მე ხალხ ცოტა მოვედი ენთუზიაზმით რაღაცას არ გმომარები სასაუბროთ რაღაცა რაგბის გარდა კიდევ რაღაც სხვა მიმართება როგორც რაგბი მინდოდა ყოფილიყო გამშვები და ესეც არის რომ ამბავშებს ამ სარაბოთ დისციპლინის გარდა მე რაღაც ორგანიზებას უკეთებდი, რაღაც გასულებს ვაკეთებთ, რა დასუფთავების აქციები იყო, რაღაც მე ამბავშეს ვესაუბრებოდით ისტორიკოსები, პალეონტოლოგები, გეოგრაფები, მეგობრები რა, ჩვენ ისე
ვისაც ვთხოვდი და ჩამდა პატარ-პატარ ლექციებს უკითხავდნენ, მე ნაირაგელაში საკვირაო სკოლა არის, მათაც გაიგეს ჩვენი აქტივობის შესახებ, პატიჟეთ მათ ყავდა ჩამოყალიბებული მენტორები და ჩვენი ბავშვები იქ მიდიოდნენ, რაღაცა საგანმანათლებლო სპორტული რაღაცა. ხო, იდეაში როგორც უნდა იყოს რა, მაგას აკამდე, ხო. კლუბი არ რომელსაც რაღაცა ორიენტირებული იქნებოდა სპორტულ შედეგზე არ იყო. თუმცა ეს ბუნებრივად გამოიფეთებოდა ეს განმავლობაში. მერეა, ეგ მოდის თავისით მე. ხო, მაგრამ არანაკლებ ძირებული იყო იმ ადამიანების რომელზეც გითხარით, რომ ჩამოდიოდა და არ გამოვიცო, რომ იმ ლექციებმა თავისი როლი ითამაშა და როდესაც უდგებათ საკითხი, თქვა გადაწყვეტილების მიღების რასფერო შეიძლება გააგრძელო მოღვაწეობა, აი მათთვის შეიძლება ეს ინფორმაცია ყოფილიყო ღირებული და მართლაც ესე აღმოჩნდა პროგრამულობაში. აი ხა ზუსტად იმ ასაკს უახლოვდებიან ჩვენი გაზრდილი ბავშვები, რომლებიც უკვე არჩევანს აკეთებენ, სადმა გააგრძელონ, ვთქვათ, ხო და ხა ინფორმაცია რო გავიდა რა, არჩევანის გაკეთებაც უფრო რეალიზდება. გასაკვირად ერთ-ერთმა თქვა რომ რასაპირებ აი მას გეოგრაფია მაინტერესებს. ამომი არ ვიცი რა პირდაპირ თუ ირიბი დამოკიდებულება იყო მაგასთან. ჩემი მეგობარია ზურა ჯანელიძე გეოგრაფი, რომელმაც ერთ ლექცია წაიღო და აურეკე ზურას უბრალოდ ერთ-ერთ ტრაგმის უნდა გეოგრაფიის შენი მიმართულებით. შეცვალ გეოგრაფი ხარ, ჯერ რა ჩვენ ვარ ჯგუფელები, რატო იყო ცოტა სხვა მიმართულებით, მე ოკეანოლოგი და ასე შემდეგ რა. მაგრამ და ისეთი გეოგრაფიით ისეთ რომლის ბლატი არ წაიშალა რა საქართველოში. ხო და ნუ არის რა საოცარი ხა ერთი ხო, ნუ გეოგრაფია ესე არის რა, ცნება, მაგრამ აი ამ უნებას მასწავლოს რო ხედავ და თან ამის სიღრმეზე ვიღაცა კომპეტენტური ადამიანი გელაპარაკება, უკვე გძიების მიჩნდება. და ეს მის თქმა მინდება ამ სოფელს აქვს რაღაც განსაკუთრებული უნარი, არ ვიცი, უბრალოდ აი ჩერ სამეგობროს ასაკში ვინც არიან და პრაქტიკულად ის ეტაპი ძიებას დავასრულეთ, შეიძლება ითქვას, ვეუბნები რომ დაბრუნდით სოფელში. მით უმეტეს თუ შენ სოფელში ბრუნდები, იქ გაცილებით უფრო საინტერესო, უფრო საუბა ხდება რა, საზოგადოება ხდება. ხო, ნაცნობი საზოგადოება სავარაუდოდ და ასე თუ ისე გიცნობს. აი სოფელში იმერეთში რო ჩავდიოდი ხოლმე, გამარჯობა, იქო გამარჯობა ხალხეულობა, ყველასა და როკეტო, ვისი ხო რო ბაბუაჩენის სახეს ვახსენებდი, ისე მოწიწებით გელაპარაკებია, რომ ვალდებულს ხდია, რომ იყო რაღაცა შესაბამისად აღზრდილი ოჯახი წარმოადგინო და ნუ აი მათი დამსახურება. ხო, შენ სოფელში შლეიფი ხდება, შენ წინაპრების და ვალდებულებებს გიჩენს. ხო და თუ არა მეთქი. აქ მოსაპოვებელი გაქვს. ოპა, ეგ აქ. ხო, აი ქიზიხს აქ ეგ ნიში ხო გითხარით იქაც რომ ცოტა სიფრთხილე როდესაც შევედი ან სივრცეში ხო და რაღაცა აქტიობები ცოტა შობლები ან ვიცნობდიან არა ზოგი რომ ის მესალმებოდნენ ამ რაგბის გამო ხო ნუ რაღაცა პასუხისმგებლობები გეკისრება და ხდები რომ მიმღებლობა ამ ხალხს აქვს თუ ატყობენ რომ მიუხედავად იმისა რომ ეგეთი ხასიათი აქვს ხო ესეთი ქიზიყელი მძიმე ასოციაციას იწვევს მაგრამ მე რომ დავაკვირდი ისტორია აი სხვათა შორის ეხლა ვისაც მეგობრობ აი იგივე ჩერკეზიშვილი გიორგი ბახტურიძე ჩერკეზიშვილი იძახის რომ მეო მიაცავკოში ჩამომიყვანო დავით ავაშეებო და ახთა გიზიყელი ბახტურიძე ვიძახია ჩვენ თუ შედივართო განსაკუთრებით ერეკლეს დროს მეომრები ვალდებულებები დაკისრული ოჯახები ჩამოიყვანეს თანკვიდან იმით რომ უნდა დაეცვა თავის ტერიტორიები ზანების მეფის ზანების ქიშნაყოფრო თუმცა რაღაც აშეღავათა პირობები ჰქონდათ ანუ ეს ეთნო ჯგუფი არ არის ესე ტრადიციულად ეგრეთ წოდებული კახური ეთნოსი არის ადამიანები გარკვეული სულისკვეთები ძოლისუნარი ენობის ჭირი დაჯილდოებული ადამიანები და ვალდებულები დათვისთულები ნო და ეს ნელა ისახება რა წელიწადში რომ ეს გავხდე ამ ეთნოსის ნაწილი ხა როგორც ბაშიაჩუკი ჩამოვიდა თავის დროზე ხო და აიც ვიგრძენი მაგრამ როგორც კი ნახეს რაღაცა ეს კულტურული წყელობა იყო რაღაცა პოეტი აი მორი გაგვედო ამ ხალხისგანაც მიღლობა ვიგრძები რა აპილობრი მოსახლეობისგან და ეს ძალიან დასაფასებელია და მაგას ვამბობ აი რის წდება გული
ნუ ერთი როგორც გითხარით, ნუ მეორეც ესე იგი წელიწად ნახევარში დაფუძნდა ეს კლუბი, რომელსაც ნუ რაგბის კლუბი კიზიყად წოდებული, გუნდს ეწოდა ზაქები და ძალიან ბუნებრივად მიიღო და დამკვირდა, იმიტომ რომ ეს არის კამბეჩოვანი ზონა კიზიყს და მეთქი კამბეჩის შვილი არის ზაკი და რატომაც არა და ძალიან ჩვეულებრივად მიიღეს ამ ზაქებმა. ამაყობენ თავის სახელით და უკვე 2 წლის შემდეგ, ესე იგი როგორც დაწყებიდან 2 წლის შემდეგ გაჩნდა სურვილი, რომ გამშენდა მეორე ბაზა, აგერ ბოდბის ბოდბის სკოლა იქაც ჩავედით, ახლოს არის აქედან რაღაცა ტრანსპორტი დაინიშნა და შედარებით გააბილებული იყო თქვათ. მისვლა და ბოდბეში პატარა წარდგინება გავაკეთეთ რაგბზე და ნუ იქაც შეიქმნა ახალი კერა და რაც მინდა ხა რაღაც შემთხვევითობებია, რომელიც მე შემთხვევითობას ვერ დავაბრალე. აქაური აღმოჩნდა ჩემი ყოფილი მოწაფე თბილისში, ჯიქელი ზურა, რომელიც რო ნახა ეს ენთუზიაზმი, თავის კერაზე დაბრუნება, უკვე დაბრუნდა თავის ოფისში, ჯერჯერ თბილისიდან დადიოდა. მაგისი შესაძლებლობა გაჩნდა ვებხებთან თანამშრომლობის შემდეგ, ვებხებთან ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი. ანუ პრაქტიკულად ის პრობლემები, რომელსაც ჩვენ ადგილზე ვაგვარებდით, ტრანსპორტირება, ამ ბავშვების წაყვანა, ფორმა რაღაცა, ადგილობრივი მერიასთან იყო და ნუ ვერ ვითქვი საყვედურს რა იმ პერიოდში განსაკუთრებით ძალიან პირველ ეტაპზე. მაგრამ ნუ რაოდენობა გაიზარდა ბავშვების, ლოკაცია დაემატა, გართულდა და ეს ბავშვებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ საფესტივალო ასაკებიდან უკვე ბელიგას მიუახლოვდნენ და ნუ სირთულეების გამო რატომაც არა აი ვებქვებში აკადემიის ვებქვები, რომლებიც წელს ანუ იქ უშვებებ ვიდეოს იდეა. ანუ ამ ბავშვებმა უკვე გადალახეს ეს ჩვენ ახლა ვერ ვაკომპლექტეთ მოგიხსენებთ. გასაგებია ეგ ახლა ჩვეულებრივი რამეა. ასაკობრივ გუნდს და ამიტომ ესეთი სტრატეგია შეირჩა, რატომაც არა, იგი ბურჯაანი ჩვენ აგერ ლაგოდეში, ანუ ამ რეგიონთან მიახლოებულ ზონაში შექმნილიყო ესეთ პატარ-პატარა კერები და შესაძლებელი გამختარიყო ერთობლივ ვარჯიშების ჩატარების და ამის ორგანიზებას უკვე ვეფხობი ახერხებს და ნუ მადლობელი ვარ რა თქმა უნდა ამისთვის. მისი თავარეთშნელი ასევე ბიტო კიკნადა ჩემი მოწაფე აღსტირი იყო თავიდანვე და ესეთ კალკულური ფაქტორი იყო და უწესრესი ადამიანია შოუნის მოყვარების და დასახულვის და კარგი მწვრთნელი დღეს და ასე რომ ბევრი ეგრეთ წოდებული შემთხვევითობია, მაგრამ მე მაგას შემთხვევითობას ვერ დავაყენე. ესეც უნდა მომხდარიყო რა. ასე რომ მე ვადვერი ვარ ამ პერიოდის, ამ გამოსასწრების ჩემ ცხოვრების ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ახალი ეტაპი დაიწყო თვითრეალიზებას. რაღაცა ესეთი გეგმები და მიზნები, რომელიც გითხარით და რომელიც კიდე უკავშირდება დავით გარეჯის ცალკე თემაა და ამის იდეის განხორციელების რეალიზებას შანსი არის საკითხი ჩამოსრულების წვერება რეჯელები. მოკლე გარბერო გავაკეთო, ანუ არსებობს პროექტი დავით გარეჯის გაერთიანების, ხო იცით რომ აზერბაიჯანში ნაწილი არის აქ და ჩვენ გავაკეთეთ პროექტი და მე სეისმოსადგურს ფედერალობდი დავით გარეჯში პერიოდში ჩვენთან იყო სამეცნიერო ექსპედიციების ბაზა რა. ეგ ჩამოდიოდა ისტორიკოსები ეს გარეჯის ზონა ღირებული არის არამატო ის ქრისტიანული პერიოდის ისტორიული წარსულით. წინა ქრისტიანული აბსოლუტურად შეუცვლელი და მაგაზე უფრო ღირებული პალეონტოლოგია, ფლორა, ფაუნა, უნიკალური ნედლეული სახეობები. ანუ ყველა წინაპირობა არის რომ ამ ადგილს მიენიჭეს დაცული ტერიტორიის სტატუსი. ანუ და ამის პრეცედენტი არსებობს სოფლიოში. ხა ამერიკის კონტინენტზე მაგალითად 3 ქვეყნის ტერიტორიაზე ისე დაძაბულ რომარებაში ყოფ ქვეყნებს შორის არსებობდა ზონა, რომელიც გაერთიანდა ამ ღირებულებებით. დღეს არის სიმშვიდე. ხო და რაც თავარია ეს პროექტი გამზადებული ბევრს, სადაც არის ამ ღირებულებებზე საუბარი, თან პრეცედენტი არსებობს აზერბაიჯანთან თანამშრომლობის, აი ქურციკების პროექტი არის გახსოვთ თუ არა. ანუ ის სახეობა ერთად ტერიტორიაზე მოძრაობენ, ხო? პრაქტიკულად ერთეულივე რაღაც გავრცელების არეალი შეიქმნა და ამაზე არანაკლებ ღირებული აქვს პალეონტოლოგია, ნუ ძალიან შორს ვარ წავიდეთ. ეს არის აბსოლუტურად რეალისტურია, რომ
ევროპაზის საზღვარზე რაღაც პრეცედენტი არ აქვს, სწორია. ევროპაზის საზღვარზე ეგეთი არ არსებობს. დაცული სტატუსი რო ქონდეს ორ ქვეყანას შორის. სხვადასხვა აზერბაიჯანი NGO-თან ქონდა საუბარი, ძალიან მოეწონათ ეგ ჩვენ ზათვართ რომ მაგ თემაში თამაშობისო. Ну, რა თქმა უნდა, მათ თავიანთი ამბიციებიც აქვს და ქართულად ქრისტიანულ ნაციონალიზმს ეხლა ოფიციალური აზერბაიჯანი რასო? ხო და თქვენ ხო, ნუ იქ ეგეთი ისა, ხო, იმათ თავისი ამბიცია აქვს, როგორც ამას დაწუხა ზუსტად აი ამ ისტორიული ღირებულებიდან და პრე-ქრისტიანული ამბები რამდენადაც ვიცი, ეგრე არ არის? ხო, ალბანურ კულტურულ მემკვიდრეობას ამბობენ, როგორც კი ამას საერთაშორისო სტატუსი ენიჭება, მე ჩამოვა საერთაშორისო ექსპედიცია ეპყრობა ისი უდაბნო პიტეკუს გარეჯიანესია თუ რაღაც პალეონტოლოგიური ეს ვისი წინაპარია, ეს მართლმადიდებლურია თუ მეორე ეტაპია და თავარი იქნება სიმშვიდე და კვლევის არეალი და დაცულობის საოცარი ის. ეს ახლა გადახვევა გამოვიდა შეგვიძლია დაუბრუნდა, არაფერს არ ამოჭრით. პალეონტოლოგია და რაგბი ერთად კავშირშია ახლა ეს ახლოს არის ერთად. არაფერს დაუბრუნდა რა. ეხლა მე რა მაინტერესებს იცი? ეხლა ეს შენი ენთუზიაზმი გასაგებია და არ ვიგვიჩს რა ეხლა ჩვენ ესე ვთქვათ აი ჩვენ დაუბის ამით უმეტეს ეხლა ბევრი გვიწონებს ამ ჩვენ ამ ენთუზიაზმის პოპულარიზაციას და ესე ვთქვათ გადაფარებას ამაზე და ამაზე აქცენტის გაკეთებას, მაგრამ ნუ რა ვიცი ჩვენ გონია რომ ამისოთ ეგეთ და აგერ ახარ მშვენიერი მაგალითი შენ რომ ცარიელ ადგილზე შეიძლება რაღაცა გააკეთო. მაგრამ ეს ზუსტად ეს რაღაცა კი არ არის კაცო, ეს არის უკვე რაღაცა დიდი, აი ხა ჩვენ მესამე ტაიმზე ვიყავით, როგორც ხდება ხოლმე, იყო ამ სოფლის წარმომადგენლები და ნუ აი ადამიანები არიან აქტოვანებულები, რომ ამდენი ბავშვი, ამდენი ჩართულია საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ქონია რაღაც ცდილობა, რაღაცა სპორტის სახეობების დამკვიდრების, მაგრამ ნუ აი შენი ენთუზიაზმი და შენი, ესე ვთქვათ, მუშაობით მოხდა რომ ეს აქ დამკვიდრდა და ეხლა ბოდბეში წახვედი მე ის გააერთიანე ის რაღაცა და ხო რა ხო და მაგიტომ ვიძახი რა ეხლა ჩვენ ვინაცასთან ქონდა მე მგონი ლევანთან იყო ხო ეგ საუბარი რომ კახეთი ერთ-ერთი კაი ის არის რა ხო ამოა რესურსია კარგი ხედი იმიტომ რომ გუნდი არ არისო დიდად შე სადაც რამოდენიმე კახელი თამაშობდა და თან კარგად თამაშობდეს რა და ბატონო ეხლა აქ ყველაზე მთავარი არის მწნელები რა. ეხლა დღეს რასაც უყურებდით ჩვენ რა. ეხლა რასაც აი ძალიან დიდი განსხვავება იყო, აი მაგალითად ვებხვების ვებხვები თამაშობენ უკვე ფაქტიურად. იქ კიდე ედგუნს კიდე რაღაცა ცოტა რაღაცა დააჩენები, ნუ ცდილობენ რა. რა თქმა უნდა ეს არის მწნელების ამბავი. აი ამ მიმართულებით რას ფიქრობ, როგორ ეს ბიჭები გავიგე არიან აი ცოტა რაღაც ხო ხდები განათლების ამბავია ზუსტად აბსოლუტურად ზუსტად ეგ მithumetes ამასახში რა სულ არ ჭირდება დაეჯახე ისა ბურთი მთავარია ხელები რომ რბილი გახდეს და შეკიდე ფიქრი დაიწყოს ბავშვმა ზოლა თუ თამაში ხო რა აი მომენტი არის და სწორად აღნიშნეთ ყოველდღე ზუსტად რომ ბავშვებს აი ჩვენ ხო აკვირდები ამ 4 წლის განმავლობაში რა დავალება იყო და დღეს რა არის? უკვე დავალებაც შეცვლილია ცვლილებისგან აი კუნდში რომელიც შეთქვი რა. ინტერვალში თამაში კი ათამაში თავისუფალი ხელი თამაში. ანუ სიამოვნება მიიღე თამაშით. ხო. და ბრძოლა უნდა იყოს უკიდურეს საშუალება, როცა სხვა გამოსავალი არ არის. ნუ ეხლა და ანუ თვითონ მენტალურად ეს ბავშვები უკვე ისეთი ადამიანები მოდიან წინ რომლებსაც ეს თამაში სხვათა შორის ჩვენ რო პატარა ახალგე პირველად შენ გეწოდინება ხაიხემები იყვნენ ეგეთი მე რო ჩამეოდა პირველ ლიტერატურა რა როგორ მორაბლე და ერთი საინტერესო მე თვითონ დავიწყე პირველ წვრთნელობა ერთი საინტერესო ტესტი იყო რომ ეს ხაიხემები ამოდე აი გამოუშვეთო ბავშვებიო გუნდიო და დაგეჯახულო რა რომ წაგაქცირებოდა დააკვირდითო რომ პირველად ვინც მოდიანოს ლიდერებიო მეორე არის ბუფერი ზონაო და ბოლოს მოდიან ტიპები, რომლებიც არჩევენ რომ საერთოდ დაიძრებიო, იქით აწვევიან, ესენი არიან ნახევარდამცველი ტიპებიო და თქვენი ამოცანა არის შემოიყვანეთ ბუფერშიო და მე ლიდერებშიო. და იქნება შედეგიო რა. ხოდა საინტერესო მე რაღაც ახალგაზრდაკეთაც მომიწია მუშაობა ერთი პერიოდი და აი ამ კრიტერიუმებით ადამიანი მოფიქრალი
ტიპების შემოყვანა, ღია თამაში ეს იყო, მაშინ ცოტა ადრე იყო მაგას ვფიქრე, მაგრამ დღეს უკვე ეს როგორც დავალებას სულელმა უნდა მიიღო. არა, ეს ძალიან აქტუალურია, კაცო, ჩვენ ახლა ხო ბევრი რამოდენიმე თუ უყურებ ჩვენ პოდკასტებს, გვაქვს უკვე მსმენელებთან და უკვე სად მივდივართ, იცი რომ ფსიქოლოგიაზე მივდივართ მოთამაშეების, რო უნდა მოამზადო, რო უნდა იმუშაო ამაზე და შენ ამას მარტო ვერ იზავ, უკვე სპეციალისტი გჭირდება, იმიტომ რომ სამწუხაროდ ხო, ძალიან სპეციფიურია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აგერ დიდ ნაკრებში გვაქვს მაგის შედეგები. ზუსტად აი მომენტში წნეხის დროს ფიზიკური დატვირთვის და ფსიქოლოგიური დატვირთვის და რომ მაშინ უშვებს ადამიანი შესწავლას, როცა მზად არ არის და შენ თუ ბავშვობიდან რაღაცნაირად ეს დათესე, უკვე ძალიან მაგარია. და აი მან და ეხლა ხო აღმოჩენების პერიოდში ხარ, მით უმეტეს ეგეთ ტიპებს არჩევ, თან ეხლა რო გითხარ ტიპი არჩევანია. და დავიწყე თვითონ ფიზიკურ დატვირთვის განსაკუთრებით ანტის დატვირთვის დროს ჯერ მათემატიკურ დავალებას ვაძლევდი რა. კაც აწელეს აყენე პრესი და აბა 8 ჯერ 6 რამდენია რაღაც რა ხო უცებ სისხლით დაიწყეს თვიში მოძრაობა და ამ დროს და ვაკვირდები ტიპებს რომელიც პირველად სწრაფად არის დიდი ჯგუფი ელოდება ვიღაცის პასუხს და იმეორებს მაგრამ არის ლიდერი ტიპები რა ნუ ეს ჩემთვის ტესტი იყო გარკვეულწილად და ესე ტიპები სხვადასხვა ეს ორმი ვინც ეხლა მოიაზრება რომ ორტოეთში უკვე ვებქვებში უნდა გაისინჯონ ეს ბავშვები მართლაც აი მაგ თვალსაჩინოდ საინტერესო ну განათლების დეფიციტი ზოგადად არის. ხო, ეგ ეხლა დავიწყე რაღაცები წიგნები, დატატურაშვილთა შევახვედრე. წიგნები ზოგად განათლებაზეა საუბარი. და კითხვა, ელემენტარული. წიგნის მეტი ეხლა მეთქი ჩამოვტანე და ორიგი მეთქი წაიკითხე თავად, შეგვიძლია მე ვილაპარაკოთ ის რა მოეწონა რაღაც ეს. ხო და ვიღაცება წაიკითხეს, ვიღაცება არ წაიკითხეს, ვიღაცებმა რაღაც ნაწილი წაიკეთეს, მაგრამ აღიარების ზონა იყო რაღაც ხო და ანუ ეგ ხდება იმიტომ კი არა რომ რაღაცა მაღალ მატერიალს ივჭერ, უბრალოდ რაკში სწრაფი განაწყვეტილების მიღება, აი სივრცის საქმა, ეს პირდაპირ გონებასთან დაკავშირებული რა. ხო და აი თუნდაც ის რომ წაიკითხავს და ის ფანტაზიაში წარმოიდგენს რა სივრცეში ვითარდებოდა ეს სიუჟეტი ეს უკვე იმის წინაპირობა რომ ის აზროვნეს ფიქრობს ფანტაზიას უვითარებს რაღაც შეძლებების გავრცელების ხო და ნუ ეხა ეს არის ცდელობა რა ჩემთვის ეს ექსპერიმენტის არეალი იყო გარკვეულად და ამის საშუალება მომეცა რა კიდევ ერთხელ თუმცა ნუ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება მაგრამ ხელშეწყობაც არის საჭირო რა ძალიან კარგი პროექტი ქონდა გერმანული თანადაფინანსების თემაც იყო ამბობ თანხმობა იყო თუმცა ეს ბოლო პერიოდში ახლა რაღაც ნუ აირია რაღაც ისესთა გამო ამბობდნენ რომ უნდა შევქმნას არაგბო კლასი სადაც სხვადასხვა რამოდენიმე სოფლიდან შევარჩევდით ამ ბავშვებს მივცემდით საკლასო სკოლის დირექცია და შეთანხმებული იყო საკლასო ოთახი ექნებოდა ჩვეულებრივი სასწავლო დისციპლინებს გაივლიდნენ ну ერთადერთი დანამატი იყო რომ ყובה უნდა ქონდათ უფასო ამ ბავშვებს და პლუს რაღაც ეგრეთ წოდებული შრომის გაკვეთილები უნდა ჩანაცვლებული იყო არც არ ეგონი ხა საერთოდ მაგრამ თქვით რომ მოდით რატომაც არა აიკო ის ტექნოლოგიები რაც მათ აინტერესებს თუნდაც აი მანქანის დაშლა აწყობა თუნდაც თანამედროვე მევენახეობა და ხო ანუ საინტერესო ყოფილიყო მათთვის რა და ნატვირთო აი არ არის მარტო კომპიუტერული პროგრამების წერა საინტერესო ეგეც საინტერესოა მაგრამ ეხლა შეიძლება ვიღაცისთვის ისიც საინტერესოა კაცო არჩევანი უნდა გქონდეს ეს კიდევ ეხლა სამი ლოკაცია და შედარებით ზურა ახერხებს ტრანსპორტით ჩასვლას აქ ნაცნობ ისე 15 კილომეტრის რადიუსში გა თბილისში პრაქტიკულად ეხლა კი ვეძახი 15 კილომეტრს მაგრამ ხა სად თბილისში რომ იგივე მანძილი გაირო 2 საათი არ გიყოფა ეს პრობლემაა ის ორი კერა სოფლი სადაც შეიძლება თუ ტრანსპორტირების პრობლემა მოგვარდება შესაძლებელია რომ აი ესეთი საინტერესო პროექტი განხორციელებული იყო როგორც პრეცედენტი თუ აი ბავშვებს კონდეს მინიმალური სიმართლე გითხრა აი მოდი აღიარე ბავშვი ერთი თუნდაც რომ გახდა ვარჯიშს რომ გითხრა და საჭმელი და ვარჯიშზე მიკითხავს რა ხე საჭმელი ჭავე მეთი და არაო
ნუ ანუ გეუბნებით რომ აი ეს დისციპლინა მათ შორის თქვენ ჩემზე კარგად იცით რომ ეს ყვების ფაქტორი არის არანაკლებ ღირებული რა თქმა უნდა და ეს გასააზრებელი და ამ სპეციალისტი ჭირდება და მაგრამ როგორც მინიმუმ მოზარდმა ბავშვმა რომ მინიმუმ სწორი ყვების რეჟიმში იყოს იმისათვის რომ სპორტული და ბუნებრივი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენოს ამაზე ლაპარაკი არ არის ხო და აი რაღაც შესაბამის სპეციალისტები ის მომენტი ხო არის რომ ხო ხა ყველგან არის ესეთი ოჯახი სადაც სამწუხაროდ კიდე ხანდახან არის თორე შეიძლება ეგრე იყოს რომ უბრალოდ საშუალება არ ქონდეს და მაგრამ ეგეც შეიძლება იყოს და შეიძლება მართლა უბრალოდ დაუდევრობა ანუ ყურადღებას რო არ აქცევ რა ანუ ორივე ფაქტორი ხა სოფელი გასაგებია თითქოს ეგეთ შეხედულებაა რომ აი რა ხა სოფელში როგორ ვერ შეჭამს ხა სახში სამწუხაროდ აქაც არის ვიცი რა ტენდენცია არის ამა ქალაქში რატომ მოდიან ბოლო-ბოლო აი ეგ არის ხო აი რაღაცა ნუ სამწუხაროდ ისეა რომ ძალიან ბევრი ოჯახები ნუ ტენდენცია რაც არის ვისაც კი ხელობა რაღაცა საქმიანობა იცის მინიმუმ თბილისისკენ მიდია თუ არა უცხოეთში ანუ ესეთი სრულფასოვანი ოჯახებს ეს თვითი რაც გითხარით რომ მოვიდნენ და მithვეს რომ გადავადეთ მარტო ის კი არისო რომ რაღაცა პროფესიაში რაღაც ეს შტაბუჩიო დამჭირო აი მამის ეთამხედელობის დეფიციტიც არის რა ანუ ჭირდება ხლა მანაბაცი რომელიც შეიძლება იყოს მაგალითი ხა მე ხომ ერთ მომაპატე ხა მე არ გვარი ვანზოგადებ და სოფელს გაცილებით სამწუხაროდ ეგრეა ეგ არის ეგრე ეგ თბილისს ეგრეა ხა უბრალოდ ჩავერთვები რა ხა ბავშვებთან ხა ხომეც მიმუშავე რა და ბიჭო ნუ ძირითადად დედები მოდიოდნენ და რაღაცა რა თქმა უნდა ბავშვი მიყავს მოყვარდა ბიჭო ხანდახან ზოგის ხო საერთოდ არ მოდიოდა ეს ბავშვი თავის მივედნენ და ბიჭო კითხვები მიჩნდებოდა ეხლა რა ეს ბავშვი სადღაც მოდის საღამოს სადღაც მიდის მოდის კაი დალილავებული სახში ჭოჭხიანი ტალახიანი ბიჭო მოდი რა ნახე რა სადადის ვისთან დადის იქნებ რას ვასწავლე იქნებ რა აი ეს მომენტი არის რა ეს ეხლა ცოტა პრობლემაა რა საერთოდ რა ძირთადად დედები რო დაყვებიან ამ ბიჭებს და აი ეგ არის რა რომ სამწუხაროდ აი რა არის ცით მე რა მგონია რომ აი ჩვენ მაგალითად რა რისი პროპაგანდაც მინდა გავაკეთოთ რა ჩვენ და იქნებ საზოგადოებამ ეს ნახოს რომ ეს რაგბი არის ზუსტად აი კაცის აღზრდის ანუ მამაკაცური თვისებების გამო გულენის საშუალებაა იმიტომ რომ ეს ჩვენი მოგონილი კი არ არის კაცო ჩვენ ვთქვით ეს მოგვეწონა და იმიტომ ავითვისე ეს ეხლა იმათი მოგონილია ვინც ეს თამაში მოიგონა და იმიტომ არის რომ ისე უსერიოზო კოლეჯებში ეს ჩვეულებრივი დისციპლინაა რა იმიტომ რომ ადამიანს დისციპლინირებულს ხდის რა და რაღაც ღირებულებებთან აკავშირებს რა და ადამიანი ნორმალურ ესე ჩვენი შეხედულებით ნორმალურ ადამიანს ზრდის და ეხლა ის იმას საქმეში გამოიყენებს თუ რაში გამოიყენებს ეს ისეთი უნივერსალური თვისებებია რომ ყველგან გამოადგება ბიზნესში პოლიტიკაში თუ სად იქნება რა ნებისმიერ უმაღლესი კოლეჯის იმაში ინგლისში ეგრეა ყოველ შემთხვევაში. ხო, ძალიან მიფიქრე მაგ. ეგ და კრივი რა, ანუ ესეთი კაცური ორქაბზოლები რა, ესე ძალიან ისეთი რა. რომელიც ხო, აი ალალ მოცინავდინგს პატივის ცემის ზღვარზე გადის. ხო, ერთ-ერთი ეგეთი ფაქტორები. ერთი აი რა, რაც დამატებითი ღირებულება ჩემიათებს ხა. სულ მარტივად რომ ნებისმიერი კომპლექციის ადამიანი ხო თამაშობს. ხო. ამ დროს, როდესაც შეიძლება რაღაცა უბანში, ნუ რაღაც X კატეგორიის ტიპები იყვნენ, ვიღაც ის ცენტრი. ამ დროს აღმოაჩენ, რომ თქვათ, მეორე ხაზელი არის მაღალი კაცი, რომელსაც რაღაცა დეფიციტი აქვს რაღაცისების, ამ დროს არის ნახევარდამცველი, მისი ნახევარი მოცულობით, მაგრამ ბრძოლისუნარიანი უხტავს. დაჭუკილ ჩავარდნილ ტიპს რაკში მოთხოვს, იმას აცოცხლებს, ბრძოლისკენ მოუწოდებს. და ისე გადავსება ხდება ერთმანეთში. აი ეს ღირებულება ამ 15 კაცს არ აქვს განსაკუთრებით, რომ რაღაცა ერთმანეთის დამაკავშირებელი და ერთმანეთის დეფიციტებით შემავსებელი რაღაცა თამაში მოითხოვს ამას, ხო, რა, სხვანაირად ვერ თამაშობ. ხო და მერე ეს საერთო ბედნიერების განცდა გამარჯვების და თუმცა დამარცხებსაც ღირსეული ნაბრძოლი ადამიანი მორაგბების მეტად შემიქია შემთხვევაში რა მოგებულთან შედარებით. ასე რომ აქვს ეს რაღაცა განსაკუთრებით ჩვენ გენეტიკური მახსოვრობის წინაპირობა აქვს მე ამას ვამბობ ეს ბრძოლის უნარიანობა ისინი
ათაშორის აი ზიქაც მოვხები ხო მართლა ფენომენალური ხო პირველად წავიყვანე ეგრეთ წოდებული 18 წლამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები მაშინ მიხო საფრანგეთის საერთაშორისო მქონდა რაღაც კავშირი და მათ ბიუჯეტი გამოძახეს და რატომაც არა გავაკეთეთ ნაკრები სხვადასხვა კოლელიშვილი პირველად მან მოიყო ნაკრებში ინფილდის საერთაშორისო ტურნირი იყო მგონი ვიშა მოკლედ რამოდენიმე დღეს რო ნაკრებს ვიშა სუჯაშვილი სუჯა ხო კი ხო და ისინი და მაგრამ სანამ წავიყვანდი ინგლისში მაშინ ყავდა რა ქვია და საინტერესო მომენტი იყო ვერტუალში წავიყვანე რა და არაფა ეს 18 წლამდე 18 წლამდე პირველად მეგენი წავიყვანე მაგრამ სანამ წავიყვანდი ეხა ვიცოდი რომ თან ისეთი რთული პერიოდი 2000 არა World Rugby ტურნირზე არამედ რაღაც საერთაშორისო ბრიტანეთში ჩატო ესე იგი ბრიტანეთის ყველა გუნდი მონაწილეობდა და პირველად დაუშვეს რუმინეთი და ჩვენ და ჩავედი მიფილდის საერთაშორისო ტურნირი ანუ იქ რაღაც სტადიონი გადაბული რაღაც აუცრებები ჩავედით ძალიან ისეთი შტამბეშტავი გარემო, სარაგბო და პირველი, მაგრამ საინტერესო ის იყო რომ ბირთვისებში წავიყვანე მანამდე და იქ ავიყვანე და რაღაც დავწერეთ კიდევაც რომ აი რაღაცა ნუ ფიცის პონჩი რა აი საბრძოლოდ მივდივართ ინგლისში რაღაცა და ხო და უცებ რა ხდება რომ მიფილდის თან ჩვენ და ინგლისში თამაშობთ და გამოდივარ და უცებ გვეუბნებიანო თქვენი ჰიმნი არ გვაქვს რა და ბავშვებს უთხარი ნუ ეს მივიდო მეთქი ახალგაზრდას მეთქი ჰიმნი არ არის გაბრაზდეთ ეგ რას კიდე ჩვენ ვიმღერებთ ო დადგენ აი მე ხაც მაშორებს მახსოვს დადგენ და ჰიმნი იმღერეს მე იქ ტაიმს ვიგებდით რა ეს უკვე ახალი ჰიმნია ხო ახალი დღევანდელი ჰიმნი აი იმიტომ რომ მანამდე ჰიმნსაც რა ხო და ეს ხო რას დავრია მე დაიჩოქნე ჰიმნი რომ დაიჩოქნე და რაღაც ლოცვას ამბობენ და უცე მოყული მოვკავე ამბობენ გახსოვთ ბირთვისებში რა ვთქვით და რაღაცა რა მოხდი იყო ეს ცრემლი წამოვიდა და იბრძოლის ტაიმს და 20 წუთს ვიგებდით თამაშს საოცრება იყო მიშა შენ ადმინისტრაციაში შევარიყავი მაშინ რაღაცა მახსოვს რომელი წლებია არა მგონია არა მგონია მახსოვს თქვენგან კავშირი და ხელშეწყობა არა მგონია იყო რაღაცა ბუცები მაშინ ყველას არ ქონდა და ბუცები მოწეს და ნუ აი ესე მომზადები მორალურად წავედით და ტურნირი დამთავრდა და აცხადებს აი ეს ვისა ორგანიზატორი ამბობს რომ ნუ ეხა აცხადებენ რაღაც ნომინაციებს რაღაც ნუ რომელიც მოუგეთ ბოლო თამაში და აგადებერები ვიყავით ხო და უცებ აცხადებენ რომ აი არსებობს ესეთი ფენომენი რომელსაც ქვია ქართული ფენომენი მეთქი რაზეა საუბარი აიო დღესო როდესაც ეროვნული ნაკრები დგება 200,000 კაციდან და კაცმორაგბიდან თქვა ევროპაში სამხრეთში 120 ნუ რა სტატისტიკა ჩამიგო არსებობს ქართული ფენომენი მაშინ 22,000 კაცმორაგბი ხო სოფლიოზე რომ გავედით იქ პირიქოთ და დავიგო როგორ მოხდით ხო და ეს როგორ ახლა და ისინი რაღაცა ეს ირლანდია უელსი ყველა ბრიტანეთი რანგები ჩვენ და რუმინეთი ვართ ხო და ხო იქ ხან სტენდია რა თავარია ყველა ვარსკვლავები ვინც ამ სკოლას ხავს გაზრდილით და ნუ რაღაცა და ხო და ნუ აი წარმოვიდგინეთ ხა როდესაც სტატისტიკურად ნუ თქვა ევროპაში 20-დან 1 ბრძოლის უნარიანი ბავშვი ირჩევაო ნუ სამხრეთში თქვა იქ რაღაცა 10-დან 1 საქართველოში 10-დან 6 ბავშვი შესწავლილი არის ბრძოლის უნარიანობით დაჯილდოებულიო და ამიტომ და გამოგვაცხადეს საუკეთესო გუნდად ტურნირის დისციპლინირებული რაღაცა მე აქ მადლობის წერი ჩამოვიდა რაღაცა და ძალიან ამაყები ვიყავ და ესე და მაგის ხანდა რომ იგულში იყო ვიტო კოლელიშვილი სუჯაშვილი მიშა ხა ჩვენ ეროვნულ ნაკრების ის როა კაცო
ეროვნული ნაკრების? ხო, მწვრთნელი ეხლა მიშა ხო ეროვნულ ნაკრებში სურიაშვილი არ არის. ნარიაშვილი 20 წლამდე ნაკრების ჩერკინების მშნელია. ჩერკინების მშნელია, ხო. კი, მიშიკო, მაგარი ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი. ადამიანი ეროვნები, მაგრამ რა ესეთი ხალხს. დათო შენ რასაც ყვები ქალბატონმა ხო მშობელმა გითხრა რომ თუ შენ აქ დარჩები და რაგბის გააგრძელებ ჩვენ არ წავალთ აქედან. ხო არა ეს ახლა მე მგონი იმისავით არის. არა შენ ჩათვალე რომ აქ შენი საქმე გაკეთებული გაქვს რა. რა თქმა უნდა გააგრძელო ეგ მასაჟრო წახვიდე ეს ისეთი შეფასებაა ისეთი წიადადება იყო რომ არ ვიცი ახლა იმას მიშვება რა. ეს დიდი პასუხისმგებლობა დღეს როცა სოფელი იცლება ხო რა და ყველა ქალაქში ჩადის და ნუ აი ეს სიტუაცია და როდესაც ამას გეუბნებიან ესე მცირედი ჭირდება ქართველებს მცირედი ოღონდ მე ხო გეუბნები დავით რომ ეს არის ძალიან ისეთი შენი მისია ძალიან დიდი მისია ძალიან დიდი მისია ხო ცოტა რა მაინტერესებს იცი ახ შეიძლება რაღაცა მცირედი ხელშეწყობა გინდა ხო აი ეს მცირედი ხელშეწყობა რა ტრანსპორტი აი ნუ ასეთი რომ არეალი გაიზარდა ტრანსპორტის ვებქვით თანამშრომლობა გარკვეულად შეგვიწუბუქა ეს პრობლემა თუმცა აი როგორც კი ბელგიაში გადავიდნენ ჩვენი ბავშვები უკვე ბელგიის ბავშვები ტრანსპორტირება ერთობლივად ჩაატარო ხო ნუ ანუ ჩვენი ბიუჯეტის ხარჯი მოხდა და პრაქტიკულად უკვე იმ ზღვარზე ვართ რომ ეხ სექტემბერში მაგალითად ჩვეულებრივ საფესტივალო ბავშვების ტრანსპორტირება გამოჭირდება რა და არა აქ აი ადგილობრივ მუნიციპალიტეტად არა ადგილობრივ არა ვიცი ახლა დიდი ფული ეგ არის ახლა მე ვერ ხვდები ეს ხელშეკრულების ფარგლებში უნდა განიხილოს იმიტომ რომ ჩვენ რადგანაც უკვე პირდაპირ კონტრაქტი გავაკეთეთ ვებხობთან, უკვე ვებხობი არიან საკონტაქტო პირი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. გასაგებია. მაშინ ძალიან გაფრთხილებული იყო. რა იყო, იცი? როდესაც ჩვენ თანამშრომლობთ ჯერ კი ამ მუნიციპალიტეტს სხვა სპორტული სექციები და ტრანსპორტი რო გჭირდებოდა 12 ადგილიანი სამარშრუტო ტაქსი ქონდათ რომელშიც ვერ ვეტეოდით ან ერთმანეთზე იცხდნენ, ან სხვა სექციას არ ქონდა და ნუ გართულებული იყო. ამან ბევრად გაგვიმარტივა თვითონ მექანიზმი ტრანსპორტირების ვებქვიდან თანამშრომლობით. ანუ არსებობს კაცი, რომელთაც ხელშეკრულება არის ძღოლი. ხო, გადებული და არაფერი უბრალოდ ბიუჯეტის ფარგლებში, უბრალოდ იმას როგორ გამოვიზებოთ და სტრატეგიულად რა უპროგრამებულია, რომელ ტურნირზე მივიღოთ მონაწილეობა რაღაცა, მაგრამ საზრად ხო, მიზერული მგონია ეგ არა მაგის ისა, რომ სურვილის შემთხვევაში აი თუნდაც ახლა ის კვების ფაქტორი ის ბიუჯეტის ფარგლებში იყო იგივე ხო ნუ ამ ბოლო დროს გართულდა იმიტომ რომ ბიუჯეტი იწერება და იწურება და თქვათ იდეოლოგიი გახდა შეუძლებს თხოვთო ბავშვებს საკვები გამოატანონ და ესეთი ნიუანსებია რომელსაც წინასწარი კათლოს შემთხვევაში ვერ ვაკეთეთ ან და გაუთვალისწინებელი რაღაც აქ დავით თუ შეიძლება აპატია მაგრამ რაგბის კავშირთან რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ან აღმასრულებელ დირექტორთან ან განვითარების დირექტორთან რა კავშირები გაქვს და რა საკეთებენ რაგბის კავშირისთან რა თქმა უნდა როცა დავიწყე აქტიური კონტაქტი მქონდა ნუ რა თქმა უნდა სიამოვნებით შეხვდე ამ წინადადებას და პრინციპში ნუ უბრალოდ იყო მათგან რეკომენდაცია რომ ასიგნაბის მუნიციპალიტეტთან დაგვება კავშირი მათი რეკომენდაციით მივედით მუნიციპალიტეტში და პირველი ეტაპის პრობლემები რაგბის კავშირმა ნუ გადაგვიწყვეტა იმიტომ აი როგორც ვახერხებთ ტრანსპორტირებას რაღაც შეძლებული ბიუჯეტი რაღაცა მაგას ახერხებდნენ რა სიმართლე გითხრათ გასაგებია ხო გასაგებია არა პოლიტიკურიც არ არის ახლა ეგ სპორტული პოლიტიკის გადაზღვევა იყო ვებქვეთა თანამშრომლობამ უფრო გაამარტივა ეს მაგრამ ნუ რა თქმა უნდა არ მოხდა ანუ მე ის თვან ისე უზენაესად რესურსია ხალხ ნუ აი
როგორც არის ჭურჭელი ისე გველოდება ეს ახალი დავით, იცი რატო რა მაინტერესებს, რომ ჩვენ აი ვთქვათ მესამე ტაიმი რასაც ვახერხებთ, რასაც ვცდილობთ უბრალოდ, რასაც ვცდილობთ რომ გავარკვიოთ რა პრიორიტეტებია რაგბის კავშირს. როგორ უნდათ რა რომ განვითარდეს პირველი ვთქვათ ჯერ მეორე და ასე შემდეგ. რა არის მთავარი მიმართულებები? ეს გვინდა რომ გავარკვიოთ და ეხლა მაინტერესებდა უბრალოდ იმიტომ დაგისვე ეგ შეკითხვა რა. იცი რა, ნუ მაგის ალბათ კარგადაა გააზრებული ბავშვთა რაგბში თუ დავალება არ შეეცვალა, ძირიდან არ მოხდა ამის რესტრუქტურიზაცია, რასაც თუ ჩურთ ვინა თანამედროვე რაგბს დავეციოთ, მიუახლოვოთ აი იმ ტენდენციით, რაც არის ეს სოფლიო და გვაქვს კიდე ამბიცია რომ 10-დან ახლოს მოძრაობთ. ჩამორჩებით ჩვენ დიდ რჩენი, იმიტომ რომ ამ ჯერთი არის სელექციის მეთოდიკა გასაძლიერებელი, მინიმალური ბაზების შესაქმნელი, სადაც ამ ბავშვებს სწორი დატვირთვის გარდა ექნება, მათ შორის ყვება, სამედიცინო თქვათ შემოწმება და ასე თქვათ მათი რესურსი რომ საკმაოდ ხანძრევი იყოს და არ იყოს ამოწურვადი, ამაზე საფიქრალი. და მაგრამ გასაურია ის მწვრთნელების აი მინიმუმ ეხლა მე შენ პირდაპირ გეტყვით ეხლა რა მე თავიდან დავიწყე ეს ენთუზიაზმით ზრომა რა ზურა ჩემი მოწაფე რომელიც კიდე პოპულარობით აი მწვრთნელია და დალედი დატვირთოს იღებს მადლობა მას აკაურია მე ჩემი ფიზიკური რესურსით მათ შორის ჯანმრთელობით ეკა რომ მე ვერ შემძლებდი აი ამ ახალი კერების შექმნას რა. ერთია რომ მივდივარ იქ რაღაც გარკვეულ ადგილებს ვაკეთებ რაღაცა მაგრამ ეს არის მე იწყება ის ადმინისტრაციული რუტინა იწყება რომელსაც დასალაგებია და აი პროგრამის დონეზე უნდა იყოს. რო აი ბავშვთა რაგბი არის პრიორიტეტი, რომელსაც ეკნება 7-8 წელიწადში რეზულტატი რა. და გჭირდება ეს ამ მენტალობის ბავშვები რა. ოსამაშეები, ოფიქრალი და ესეთი და არის ეს რესურსი. უბრალოდ არ არის მუშაობა. და გავიხსენო ის ძველი დრო, სხვათა შორის. დავით და იმ დროს მაშინ როცა ჩვენ თამაშობდით და ჩვენ გუნდელები ვიყავით და მაშინ ნუ როგორც წესი შენ როგორც 9 ნომერი როგორც სპეცი 9 ნომერი იყავი და მაშინ იყო ესეთი თამაში რომ 9 ნომერს ძირითადად უნდა გაეკეთებია ის რომ სწრაფად რაც შეიძლება სწრაფად ბურთი უნდა გაეტანა შენ იყავი ის 9 ნომერი რომელიც განსხვავებული თამაში მოგწონდა უფრო მეტად და შენ ცდილობდი რომ შეგეტია თავად. მადლობა. და ხშირად უტევდი და სხვანაირად 9 ნომერი იყავი და მე მინდა ხაზი გაუსვა იმას რომ შენ თვითონ უფრო იმის მომხრე იყავი რომ თავისუფალი მოთამაშე იყავი შენ და ასეთი მოთამაშეები გჭირდება დღეს სხვათა შორის ქართულ რაგბს. არ სისტემაში ჩამჯდარი მოთამაშეები კი არა, მოთამაშეები რომლებიც თვითონ თავისით შეუძლიათ რაღაცების შეცვლა თამაშის დროს. შემქმნელი. ხო, აი ესეთი მოთამაშეები. ხო, ესეთი დასახალისებელია შეიძლება ფიზიკურად აი ზუსტად ის მესამე ეშელონის ტიპები რომლებიც უნდა შემოიყვანო ლიდერებად გახადო. პატარა იმპულსი ჭირდება, პატარა რომ თუნდაც გუნდში დაუმკვიდრო ადგილი, რომ აი გაუძლო, გააძლიერო მისი დამსახურება კონკრეტულ გადაწყვეტილებაში, არა ფიზიკურ შესრულებაში. რაღაცა და ესენი უკვე თვით დაჯებულობ, წვებულობენ და მე ხდებიან ლიდერები და არსებობს ეს მეთოდიკაც, გამაპრობირება სოფლიოში და ჩვენთან ადვილია იმ თვალსაზრისით, რომ მართლა 10-დან 6-ია და ასარჩევი და არა 20-დან 1. ხო, უბრალოდ აი რაღაც კონსტრუქცია ჭირდება, რაღაც პროექტის დაწერა ჭირდება, რომ არ გვინდა ხვალინდე რეზულტატი, არ ვიქით რომ მოდი 5 წელიწადში დავუძვით რა ეს რეზულტატი და ის ბავშვები მოუწევენ. აი ფაქტიკულად მე შემიძლია ვთქვა, რომ მთელი რესურსის ალბათ 20%-ია გამოყენებული. აი რაიონებში, სოფლებში გაცილებით მეტი мотиваცია არის იმისათვის რომ რეალიზებულებიყვნენ. და აი ამ სოფლებში საძებნია. არა პედაგოგები გჭირდება. ხო, მაგას გეტყვი. მოერთია რაღაც პედაგოგები გჭირდება. რაღაც შეიქმნება თქვა ცენტრი და ამ ბავშვების თქვა იქ მოყვანა შეიძლება ერთი მე ცალკე ამბავია, ადგილზე მუშაობა არის.
ხო, თუ არა, ეხლა გადამწყვეტია ეს. პედაგოგები გჭირდება. ხო, პედაგოგი, რომელსაც ექნება დავალება როგორი კატეგორიის ადამიანებზე ახალგაზრდები გააკეთოს. ურთულესი რამე. ეგ არის ურთულესი რამე და წარმატებას გისურვებს დავით. გვერდში გიდგევართ ყველანაირად და ერთმა დაგლოცოს ჩემო მაგარ საქმეს აკეთებ. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ენაც მიგვიღე. ენაც ექსპრომტი იყო ის. აი ესეთი ექსპრომტი. ექსპრომტი იყო და კარგად გამოვიდა ყველაფერი და ავი დიდი მადლობა და აუცილებლად თვალყურს ვადევნებ თქვენ წარმატებებს და წარმატებებს გისურვებთ. ჩამოვალთ ყველა ქიზიყის ფარზე. ყველა ქიზიყის ფარზე აკავარჩი. ოღონდ ნუ ჩვენს გვათამაშეთ რა. ვიცი იყო ეგეთი მოთხოვნა, რომ ის კი არა ეგრეთ ნაკეტა ქართულად როგორ არ ვიცი. გადასაცრელი ხო ჩამოვიტანენ და გეთამაშო. ჩამოსაცრელი თამაში. ვითამაშე. ხო, ამას სანამ ეს თამაშობდა გოლი მისკდებოდა ახლა. არ მოგდეს მოედანზე არ დაეცეს თქო. მისკდებოდა, მაგრამ გავიკეთე ეს. წინა შაშენ გავაკეთე მისე, აი ეგ იქაც ესე გაჩი შესვენებაზე. ადი მშობლებს რა მეტნი იყვნენ ჩემდა გაზაფხულად შაშენ რა ვიცი ხა რატო ნუ რაც იყო მამებს ხო არ ეთამაში და იცი რა სანახავდა მართლა შულები როგორ შემაწევენ ძალიან მაგარი ხო და როს ვეღარ სუნთქავდნენ და ბავშვები რა უცეთ დასუსტებდნენ მამები რომ დაილაყეთ მიდორზე და ზევით რომ ამხელებდნენ იცი რა სანახავდა მაგარი იყო რა ვიცი აი დაგემშვიდობებით იმედია თქვენც მიაქცევთ ამას ყურადღებას რა ცოტა არის საჭირო რომ ესეთი კაი რაღაცა გაჩნდეს აი თუნდაც სოფელში და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ინტერესი გააჩინოს ბავშვებში და მშობლებში და საერთოდ თვითონ რეგიონში. კარგად დამდებობთ. დიდი მადლობა.